ამ გადაწყვეტილების მიღების თქვა მოკლე რეზუმე რო გითხრათ მე ეს გადაწყვეტილება როცა გამოვიტანე და როცა მივიღეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ და ბევრჯერ ვამბობ რომ მე ამის ერთგული ვარ და არასდროს არ დამიწყია ფიქრი არც სათათბირო ოთახში რომ ეს გადაწყვეტილების გამოტანა თქვა ვინმისთვის იქნებოდა თუ არა მისაღები თუმცა რა თქმა უნდა გრძნობდი ამ გადაწყვეტილების ასე თქვა ძალას სიმწვავეს და გრძნობდი რომ ეს გადაწყვეტილებას შეიძლება ზოგადად არა მარტო სამართლებრივ სისტემაში არამედ ზოგადად ქვეყანაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალა და ამის პოტენციალიც გააჩნდა იმიტომ ეს გაბედულნაბი ნაბიჯად ჩაითვალა თუნდაც ის რომ ექსპერიმენტი ჩაატარეთ იმიტომ ეს იყო სიმართლე და ექსპერიმენტით დაადასტურეთ ეს იყო სასამართლოს ამოცანა ეს იყო ზუსტად სასამართლოს ამოცანა რომ სასამართლოს სწორად და ობიექტურად განეხილა საკითხი. ამაზე თქვენ კი გახსენით ეს სხდომა მედიისთვის, სადამკვირვებლო მისიებისთვის ექსპერიმენტი ჩაატარეთ. მე უკვე სააპელაციო სასამართლოში ისე მხარეთა დაჟინებული მოთხოვნით ეს ექსპერიმენტი თითქოს გაიმეორეს, ოღონდ სულ სხვა ფორმატით იქ მომზადებული უკვე ცესკოს თანამშრომლები იყვნენ წარმოდგენილები და აქ ჩანს კადრში, სადაც დიმიტრი გვრიტიშვილი ამ კოლეგიის თავმჯდომარე როგორ უკრძალავდა მედიას გადაეღოთ ეს პროცესი, სადაც ჩანდა ეს უბრალოდ ისე პარალელები ეს არ არის კითხვა, უბრალოდ რადგან კადრები გადის მაყურებელს შევახსენებ განსხვავებებს. აი წინა კითხვის პასუხს რომ ჩემს მიმართ რომ ხომ არ ვთქვათ შეიცვალა რამე მე ზოგადად ვფიქრობ რომ ადამიანმა არ უნდა შეშინდეს და რაღაცა ბევრი წინაღობა და ბევრი ასე თქვათ ბევრი გარემოება და ბევრი ფაქტები უნდა შეაფასოს და გადალახოს იმიტომ რომ როცა მას აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების და ქვეყნის წინაშე მას ამის ვალდებულებაც აქვს და ამის უნარებიც უნდა გააჩნდეს რომ განახორციელოს მე მხოლოდ მოკლედ ვიტყვი და ამას არ განვავრცობ ჩემთვის მიუღებელია თქვათ გარკვეული დროის შემდგომ ან გარკვეული პირობების დადგომის მისას გარკვეულ საკითხებზე ლაპარაკი და მით უფრო საჯაროდ საუბარი რა თქმა უნდა ჩემს მიმართ დამოკიდებულებები შეიცვალა არის გარკვეული სახის იყო და ახლაც შეიძლება არის და გრძელდება გარკვეული სახის ჩემთვის არასასიამოვნო მომენტები რბილად რომ თქვა სიწოლა შეიძლება არა ამისგან შეფასებას არ ვაკეთებ იმიტომ რომ არ დავაკონკრეტებ იმიტომ რომ მოსამართლეს ფუნქცია და მოსამართლის ამოცანა ასევე არის მედეგობა და მოსამართლემ უნდა იცოდეს რომ შეიძლება მას დაუპირისპირდეს ძალიან ბევრი რამ მათ შორის სახელმწიფო ორგანოებიდან დაწყებული დამთავრებული კერძო პირებით და ზუსტად მოსამართლის ვალდებულებაა რომ ის იყოს მედეგი გაუძლოს ამას და რა თქმა უნდა ამასაც გააჩნია გარკვეული ფარგლები ისე რომ თქვათ ნაწილი საჯაროდ ცნობილი იყო თქვენს წინააღმდეგ განხორციელებული კამპანია და ამ ორგანიზებარი იყო რა სახის ზეწოლები იყო შეგიძლიათ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ კონკრეტიკის გარეშე მაგრამ აი დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ ორგანიზებული თავდასხმა რო წამოვიდა ყველა მხრიდან ეხა ეს ფაქტია და ამას ვერავინ ვერ გაექცევა ეს ღია იყო საჯარო იყო დღევანდელი სიტუაციაც შესაძლებელი იყო რა თქმა უნდა იყო სხვა მომენტებიც ეხა არ განვავრცოთ არა ეხა მაგ კითხვებს თუ არ უპასუხებ გეუბნებით ყველაზე ბოდიში ხთით ვერ გიპასუხებთ ყველაზე მარტივი ფორმულირება რა შეიძლება მოეძებნოს ამას იყო ძალიან ბევრი არასასიამოვნო სიტუაცია ჩემს მიმართ სხვა პირების მიმართ თუმცა ამას არ მიუღია ისეთი სახე რომ ჩამეთვალა რომ ეს უნდა ყოფილიყო საჯაროდ ცნობილი თუმცა ან გამოძიებისთვის მიგემართა რა თქმა უნდა არ ყოფილა ჯერჯერობით ამის საფუძველი თუმცა გამოძიების მიმართვაზეც მე გარკვეული სახით შეიძლება ანალიზი დამჭირდეს ამ ქმედებებიდან გამომდინარე თუმცა მე კიდევ ერთხელ ვამბობ ყველას გასაგონად და ვთქვი უკვე ერთხელ სხვა ეთერშიც ვაფსები და იმ ადამიანებაც ალბათ იციან რომ მე მზად ვარ ყველაფრის და მე ჩემი მე აი თქვი კიდევაც რომ აი მარტოც რომ ვიყო და მარტო რომ დავჭე მე ვიცი რაც გავაკეთე მე ვიცი რომ ვემსახურები სიმართლეს და ჩემი მხრიდან არც ყოფილა არასდროს და ვერც იქნება ამისგან გადახვა ის ფაქტი რომ ეს არ ყოფილა არასდროს ამის ფაქტი ისიც არის რომ ამდენი ადამიანის და ამდენი თქვათ გარკვეული სახის ორგანიზებული შეტევების შედეგად მხოლოდ ერთადერთი კომპრომატი რაც ჩემს მიმართ იყო ის იყო სერიოზული მწონადი კომპრომატი მარწყვის ტორტის კომპრომატი იყო თქვენი ცოლის მიერ მომზადებული ფიქრობთ მაინც რომ შესაძლოა მიმართოთ სამართლებრივ მექანიზმს რეჟიმში ხართ რომ შესაძლოა ამას არ ვფიქრობ და იმედი მაქვს რომ ამის საფუძველიც არ მექნება თუმცა რა თქმა უნდა იცით რომ ამ მოცემულ საქმეზე ჯერ სამართალწარმოება არ არის საბოლოოდ დასრულებული ეს საქმე იხილება ევროპულ
სასამართლოში. Რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო იქნება ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სხვათა შორის, ჩემი მოსამართლეობის პერიოდში ესაა პირველი საქმე, რომელიც ჩემი განხილვის საქმე წავიდა ევროსასამართლოში და ესეც ერთგვარად ასე ვთქვათ, ნიშანდობლივია ჩემთვისაც, რომ გარკვეული სახით მე ძალიან მაინტერესებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. საერთო შეკრებებზე არ მისვლა თქვენი მხრიდან რას ნიშნავს? ანუ თქვენ არ ხართ რაღაცა ერთობის ნაწილი. ამასაც მარტივად ვიტყვი, ეს შეკრებები არ არის საინტერესო და მხოლოდ იმიტომ არა რომ თქვა გარკვეული ამ გადაწყვეტილების შემდეგ ასე ვთქვათ რაღაცა რადიკალურად შეიცვალა, იმიტომ რომ იყო ბევრი მომენტი წინა პერიოდშიც, რომ გარკვეულ შემთხვევებში ჩემთვის არ იყო საინტერესო ამგვარი შეკრებები.